კარგად მოკალათდით, შეგიძლიათ სასუსნავით მოიმარაგოთ და ეკრანებთან სავარძლებში მოერგოთ. წინ ყველაზე პოპულარული, ყველაზე აქტუალური და ყველაზე წარმატებული შემსრულებლების, დუეტების, ჯგუფების, სიმღერების და კლიპების გამოვლენა გელით. ოქროს ტალღაური 1013 მსმენელის და მაყურებლის არჩევანს გაცნობთ. სრული ქონდა რომ ზოგადად წაგოხალისებინა ჩვენ სფეროში მოღვაწე მუსიკოსები, შემსრულებლები, კომპოზიტორები, უფრო მეტი და მეტი სიმღერები დაეწერა ჩვენთვის გემოვნებიანი და ხარისხიანი. 15 სექტემბრიდან ჩაეშვა voting-ზე, ეგრეთ წოდებულ voting-ზე უკვე სიმღერების ნაწყვეტები 4-ვე რადიო სადგომში. ოქროს ტალღა კომპანია რადიო საქართველოს მუსიკალური დაჯილდოვება, რომელსაც რადიო ფორტუნა, ფორტუნა პლუსი, არ დაიდარდო, ავტორადიო, ტელეკომპანია Music Box-ი და საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოგიდგენთ. 16 ნომინაციაში გამარჯვებულებს კი მათ შორის ირჩევენ, ვინც გასულ წელს ყველაზე პროდუქტიული, ყველაზე პოპულარული, ორიგინალური თუ აქტიური გახლდათ. ორი ნომინაცია იქნება, საინტერესო აქ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ კიდეც ნომინაციები მიკი. მოდი, არ ჩამოვთვალოთ ნომინაციები, იმიტომ რომ სიურპრიზად დავდოთ. წელს ღონისძიებას საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უმასპინძლა. საახალწლო კონცერტი, რომელზეც გამარჯვებულები გამოავლინეს, რუსთაველის თეატრში სრული თავისი პომპეზურობით ჩატარდა. წითელი ხალიჩა საუკეთესო სამოსი გარდერობიდან და სადღესასწაულო განწყობა. ყველას დიდი იმედი გვაქვს, რომ ტრადიციული სახის იქნება და ყოველ ახალ წელს გადაეცემა ჯილდო იმ მუსიკის სფეროში მოღვაწე ადამიანებს, რომლებმაც მაქსიმუმი გააკეთეს და ჟიური მას გამოავლინა გამარჯვებულები. მაყურებელიც და მსმენელიც ჩართული იყო ამაში, რადიოთ, ჩართული იყო SMS-ებით, ჩართული იყო YouTube-ით, ჩართული იყო Facebook. წლის საუკეთესო მომღერალი ქალი, კაცი, წლის საუკეთესო ჯგუფი, დუეტი, რადიოების და ტელევიზიების რჩეულები და ასე შემდეგ. ეს იმ ნომინაციების არასრული ჩამონათვალია, რომლებისთვისაც ერთმანეთს სრულიად ქართული შოუ-ბიზი შეერგინა. უწოდებ ყველა მომღერალს, ყველა კომპოზიტორს, როგორც კი რაღაცას შექმნიან, მიიტანონ ფორტუნაში. ამ კონკურსის არსებობა და მით უმეტეს ეს დაჯილდოება უდიდესი სტიმულია ყველა მუსიკოსისთვის, ყველა შემოქმედისთვის, ყველა ჯგუფისთვის. ბოლო ამ წელში კი არა, საერთოდ ბოლო წლებში არ მახსენდება ესეთი რაღაც და იმიტომ გქონდა კარგად საქმე და ეს საჭიროა, რომ რაღაც ბევრი რაღაც ახალი ვაკეთოთ მე და ჩემმა კოლეგებმა. ეს მათთვის იქნება დიდი სტიმული, დიდი წამახალისებელი ფაქტორი იმისთვის, რომ კიდევ მეტი იმუშაონ და უფრო დაიხვეწონ და უფრო გაიზარდონ და მეტი ლამაზი ნამუშევარი შექმნან. ეს არის ძალიან დიდი სიხარული დაფასება პირველ რიგში იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იმ ადამიანებისგან, რომლებიც თქვათ შენ გისმენენ. ყოველ შემთხვევაში ეს არის რაღაც ესეთი გრანდიოზული, კარგი, ახალი და მე ძალიან მომწონს ეს ყოველივე რაც ხდება. ყველასთვის ზეიმია, როცა რაღაცის დაფასება ხდება, როდესაც რაღაცაში ხარ დაფასებული და შენი შრომა რო არის ლამაზად შეფასებული. მე მაინც ვისვენებ ჯერჯერობით. ენერგიაც არ მაქვს, რომ რაღაცა გავაკეთო და მირჩევნია დავისვენო. და როდესაც გაჩნდება პატარა ბიჭი, მე რა გავაგრძელო ყველაფერი. ის რომ მსგავსი დაჯილდოვება დიდი ხანია აღარავის გვახსოვს, ის რომ რადიო ჰოლდინგი საქართველო ყოველთვის აქტიურად ზრუნავს თავის მეგობრებზე, ის რომ სწორედ მსგავსი დაჯილდოვებებია არტისტებისთვის წამახალისებელი საშუალება, ამაში ყველა ერთად ვთანხმდებით. არა მარტო მუსიკოსთვის, ყველასთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა როგორ შეიძლება ადამიანის დაფასება არის ყველა. საერთოდ ქვეყნის კულტურულობა განისაზღვრება იმით, რამდენად ფასდებიან იქ ნიჭიერი ადამიანები. რაც უფრო მეტი დაფასება იქნება, მით უფრო მოტივირებული იქნება ამ ქვეყანაში ადამიანი, რომ შექმნას ახალი და საინტერესო პროდუქცია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ესეთ სერიოზულ პროექტს ჩაიყარა საფუძველი. თუ რა თქმა უნდა, უფრო მეტად ყოველ წელს რაღაცნაირად უფრო მეტად ფართო გახდება ეს და რაღაც ტრადიციად იქცევა. შეგვიძლია ნომინაციებისკენაც გადავინაცვლოთ და წლის მომღერალი ქალით დავიწყებთ. ის რომ ჯილდო წილად ლელა წურწუმიას ხვდა, ალბათ არავის გაგიკვირდებათ. ქალი, რომელიც ქართულ სცენაზე წლებია მყარად დგას, დაფასების ღირსი უდავოდაა. პატარა წახალისება ალბათ ყველა სჭირდება და დაფასება იმ ნამუშევრის, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში ეს ვთქვათ
მუშაობს მომღერალი. ყველას ის სტიმული აქვს, რომ რაღაცისთვის იბრძოლოს, კაი სიმღერა ჩაწეროს, რაიმე კაი პროდუქტი გამოუშვას, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს უნდა დამკვიდრდეს და ყოველთვის ჩატარდეს. წლის საუკეთესო შემსრულებელი მამაკაცის სტატუსი სტეფანე სერგო. მომღერალმა, რომელიც ბოლო დროს უფრო აქტიურად ახალი ხმის პროექტში იყო ჩართული, ვიდრე საკუთარ კარიერაში, საუკეთესო სტატუსი მაინც მოიპოვა. ზოგადად ჯილდოები ბევრი მაქვს, არა მარტო ქართული. არის ჩვენი ახალისებისთვის, ასე ვთქვათ, რომ ჩვენ გვეგონოს, რომ შოუ ბიზნესი არსებობს, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა. წლის ჯგუფი კახაბერი და ხანუმები. ვფიქრობ, რომ კარგი დასაწყისია სხვა ეტაპის, ასე ვთქვათ, ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ საჭიროა მსგავსი დაჯილდოება იმისთვის, რომ ელემენტარულად კლასიფიკაცია მიეცეს სხვადასხვა შემსრულებელს. ოქროს ტალღაზე დასახლდნენ ჩვენი რადიო ჰოლდინგის რჩეულებიც. რადიო ფორტუნას სპეციალური პრიზი ნიკოლოზ რაჭოლს გადაეცა. მუსიკალურ დაჯილდოებაზე ჯილდო კარგახანია არ მიმიღია. იმიტომ რომ საერთოდ მუსიკალური დაჯილდოება თითქმის არ ტარდებოდა. მე ბოლოს მივიღე რუსთაველის პრემია, საქართველოს უმაღლესი სახელოვნებო ჯილდო, მაგრამ ეს იყო რუსთაველის პრემია და არა მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალის შედეგი. რადიო ფორტუნა პლუსის რჩეული ქუჩის ბიჭები გახდა. კოლექტივი, რომელიც სცენას ცოტა ხნის წინ საკმაოდ ხმაურიანად დაუბრუნდა და იმაშიც დაგვარწმუნა, რომ ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია. მაგით ვართ, მაგით გვაქვს სახელი, ხო? ვუნით მუსიკას, ვცდილობთ, რომ კარგი რაღაცა შედეგი ვაჩვენოთ. ძალიან მნიშვნელოვანია. მთავარი პრიზია მაგ ყველაფერს. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ორგანიზატორებს ამ პროექტის, იმიტომ რომ ეს გარკვეულწილად ძალიან დიდ სტიმულს აძლევს მუსიკოს, რომ მას მომავალ წელს შემდგომ წლებში კონდეს იმის სტიმული, რომ შექმნას რაღაცა ახალი. წელს ერთმა ჭკვიანმა თოვლის ბაბუამ გადაწყვიტა, რომ გაეკეთებინა ესეთი კონკურსი და დაჯილდოება, რაზეც ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ. თავადაც არ ვიცი ავტორადიომ კი საკუთარი ჯილდო მგზავრებს გადასცა. ჯგუფი, რომელსაც ბოლო დროს გაცილებით მეტი კონცერტი საზღვარგარეთ აქვს ვიდრე საქართველოში, საპატიო ჯილდოს მფლობელი გახდა. ძალიან მიხარია, რომ მოუყარეს თავი აზრებს, იდეებს, დაჯდნენ იმუშავეს და გააკეთეს და რავი, ვარ ბედნიერი და მართლა დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ორგანიზატორებს. ნომინაციებს შორის გეტყვით იმასაც, რომ მსგავსი მასშტაბების მუსიკალური დაჯილდოვება საქართველოში დიდი ხანია აღარ გამართულა. წითელი ხალიჩიდან დაწყებული сапатио სტუმრებით დამთავრებული. Я пою на красивой сцене, достойной сцене, очень хорошую новогоднюю песню, поздравления. მუსიკალური დაჯილდოებები ძალიან განაპირობულები არ ვართ, საერთოდ არ ვართ განაპირობულები და ეს ყველაფერი არის უდიდესი სტიმული, რომ უფრო მაგრად ვიმუშაოთ, უფრო ვიაქტიუროთ. უნდა შეგვეგროვებინა ყველა ის სიმღერა, რომელიც იყო დაპრემიერებული ჩვენ 4-ვე რადიოსადგურში. უნდა გამოერჩიათ ჟიურის წევრებს განსაკუთრებულები და პრინციპში შეეულები. ის რომ დღევანდელი დღე არის მრავალფეროვანი, ლამაზი, საახალწლო, მხიარული, პოზიტიური, არის სწორედ აი ჩვენი გუნდის, მთლიანად ჩვენი გუნდის დამსახურება. ცოტა ხნით აეროპორტში განსაკუთრებული სტუმრების დასახვედრად გადავინაცვლეთ. სპეციალურად მოწვეული მომღერლების მოლოდინში კი სოფო გელოვანს და ნოდიკო ტატიშულს შევხვდით. ეს უკანასკნელები გასტროლებიდან სპეციალურად ოქროს ტალღისთვის ერთი დღით ჩამოფრინდნენ. ჩამოვედით და ამაღამე მივიფრინავ ზოგან. რეალურად ალბათ ვერ დავიძინებთ, ვერც ამაღამ ვერც ხვალ დღისით, მაგრამ ნუ ესე გამოვიდა. ჩამოვედით დღეს ოქროს ტალღისთვის, ხვალ გვაქვს უკვე პარიზში კონცერტი და ხვალ ჩავფრინდებით თუ არა, ეგრევე მივდივართ რეპეტიციაზე და მასე დუსელდორფია და მე ბერლინი და ჩამოვედით ამ დღევანდელი დღისთვის. გეტყვით, რომ ტყუილად არ ჩამოსულან. წლის დუეტი სწორედ საევროვიზიო შექმნილი ტანდემი გახდა. სოფოს და ნოდიკოს წლის დუეტის სტატუსი ერგოთ. თუმცა ეს ერთადერთი პრიზი არაა, რომელიც ბოლო დროს ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა კოლაბორაციამ მიიღო. წლის სიმღერა სწორედ Waterfall გახდა.
ისევ აეროპორტს დავუბრუნდეთ და გაგიმხელთ ვისველოდებით. თბილისის სპეციალურად კიევი-თბილისის რეისით ცნობილი დუეტი. პოტაპი და ნასტია კამინსკი სტუმრობს. მომღერლები ჩვენთან მეორედ ჩამოდიან, თუმცა ამჯერად გამოსვლას დიდ სცენაზე აპირებენ. Ну, для нас это много значит, потому что мы сюда приехали, вот, и я думаю, что хотелось вообще посмотреть на грузинскую публику, какая она, потому что мы еще здесь не были так вот для массовости. Но для нас приезд в Грузию это как там прилет на другую планету, потому что мы ничего не знаем здесь. Абсолютно для нас какая-то страна, оставшаяся в рассказах и передавающаяся по историям из Советского Союза и наших друзей грузинов. Это Потап и Настя. Специально для Music Box. Ты красиво улыбалась, каждый вечер тусовалась. ოქროს ტალღის სპეციალურ სტუმრებთან ერთად ჩვენც რუსთაველის თეატრში დავბრუნდით. რამოდენიმე საათიანი ფრენის შემდეგ პოტაპს და ნასტიას ჩვენთან სიმღერა, შემდეგ უკან კიევში გაფრენა და ისევ კონცერტზე გამოსვლა უწევთ. აღმოჩნდა, რომ უკრაინელი რეპერი საკმაოდ თავმდაბალია. სცენიდან მოგვიბოდიშა კიდეც დიდი ქართველი შემსრულებლების წინ რომ მიწევს გამოსვლაო, თუმცა დუეტის ცნობილ ჩუმაჩეჩაევის ნაზე მთელი დარბაზი აცებდა. რა თქმა უნდა, რადიოსადგურებს თავისი რჩეულები ყავდა, ხოლო Music Box-ის რჩეული იყო უცხოენოვანი შემსრულებელი, ამ შემთხვევაში დუეტი პატაპი და ნასტია. მოგვიანებით სცენაზე Music Box-ის პროგრამების დირექტორი ლიზა ვადაჭკორია ავიდა და ჩვენი ტელეკომპანიის რჩეულიც დაასახელა. მუსიკალური არხის ჯილდო სწორედ უკრაინულ დუეტს ერგოწილვად. დუეტი უკრაინიდან სექსუალური ნასტია და ბრუტალური პატაპი. პატაპი ნასტია. Поверьте, не в каждой стране это хочет понравиться. Вот почему-то в Грузии, при этой публике, глядя в эти умные глаза, зная весь музыкальный пласт, который Грузия внесла в музыку, хочется грузинам очень понравиться. Хотела сказать огромное спасибо за эту награду, и очень круто, что наша музыка дошла аж сюда, и что грузины любят и нравится им наше творчество, и очень рада, что мы поздравляем с Новым годом Грузию, вот, и что нам вручили такую премию. Золотая волна. Ребята, теперь мы не просто на волне, мы на золотой волне. Потапу Настя, любви и счастья. Диди Маглоба, спасибо большое. მოკლედ უკრაინულმა დუეტმა საქართველოს 32 გვილგადმოყრილმა დატოვა და იმასაც დაგვირდა, რომ ჩვენთან დიდი კონცერტით აუცილებლად დაბრუნდებიან. რაც შეეხება ოქროს ტალღას, რადიო ჰოლდინგი საქართველოს და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი ნაღვაწი წლის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მუსიკალური მოვლენა გამოდგა. გეტყვით იმასაც, რომ ეს უკანასკნელი სისტემატიურ სახეს მიიღებს. ასე რომ მთელი წლის განმავლობაში თითო სიმღერის ჩაწერით ან თოქ-შოუებში სიარულით ვეღარ გამოძრობით. მნიშვნელოვან ჯილდოებს დამსახურება სჭირდება. Clap along.